პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი შტაბის წევრი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ცოტა ხნის წინ გორში ჩავიდა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. გორში სტიქიამ საცხოვრებელი შენობები დააზიანა. როდის მოხდება ზარალის ანაზღაურება? ნოდარ სხირტლაძე ჩაგვერთვება გორიდან პირდაპირ ეთერში. ნოდარ, გისმენთ. სტიქიის გამო გორში ამ დრომდე რთული ვითარება არის. უკვე 40-მდე კორპუსი მთლიანად 40-მდე კორპუსი ძლიერი ქარის გამო მთლიანად ნაწილობრივ სახურავი აქვს გადახდილი. პრობლემა არის ასევე შექმნილი ელექტროენერგიის მომარაგების მხრივაც. დაახლოებით 10,000-მდე აბონენტი ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე იმყოფება. გორში დღეს იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მინისტრის განცხადებით სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. მინისტრმა ასევე დღეს განაცხადა, რომ ზარალის სრულად აღწერის შემდეგ შესაბამისი კომისია შემდეგ დაადგენს ზარალს და ცენტრალური ხელისუფლებიდან უკვე რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები სრულად გამოიყოფა. გორში დღეს ასევე ჩამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილიც. ვახტანგაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მიერ მრავალსართულიანი კორპუსების გადახურის პროექტი უხარიცხოდ და ნაჩქარევად შესრულდა. დიდია ზარალი, კარგია რომ სვეტლი არ არის და მხოლოდ ერთი ადამიანი დაშავდა, მადლობა ღმერთს და მისი მდგომარეობაც ნორმალურია. პირველ ყოვლისა მე მინდა ვთხოვო ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ნუ გამოვლენ სახლებიდან, ვიდრე ქარი არ ჩადგება, იმიტომ რომ არ არის ბოლომდე ჩამოყრილი ის დაზიანებული სახურავები. გარდა ამისა, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც სამოქალაქო სექტორი, მთავრობის ისე თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო არიან სრულად მობილიზებულნი იმისათვის, რათა როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, დავითოთ აღდგენითი სამუშაოები. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ წინა საარჩევნო წელს გადახურული სახურავების 99% არის დაზარალებული და შესაბამისად აქედან გვინდა დასკვნა გავაკეთოთ, რომ ნაჩქარევად გაკეთებული საქმე, რომელიც წინა საარჩევნოდ იყო გათვლილი, აი ამ შედეგი დასრულდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დაითვლება ის ზარალი, კომისია არის უკვე შეგექმნილი და რომელიც დათვლის და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეული დაზარალებული ადამიანი დაკმაყოფილდეს და აუნაზღაურდეს ის ზარალი, რომელიც მათგან ეცადა. ქალაქში რამდენიმე უბანში მისასვლელი გზა ამ დროისათვის ისევ გადაკეტილია. ეს ძირითადად ის უბნებია, სადაც კორპუსებიდან ჩამოცვენილი სახურავის ნაჭრები ყრია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ძლიერი ქარის გამო ჯერჯერობით შეუძლებელია. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ხვალიდან შეიქმნება შესაბამისი კომისია და დათვლის გორში მიყენებულ ზარალს. წინასწარი მონაცემებით მხოლოდ გორში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 200,000 ლარს გადააჭარბა. ეს იყო ნოდარ სხირტლაძე და პირდაპირ ჩართვა გორიდან.